კაი გამოვა. მოგესალმებით. დღეს ვიმყოფებით კომპანია ინსტაში და როგორც დაგკვირდით, YouTube-ისთვის ვწერთ ვიდეოს ელექტროობაზე. ეს არის კომპანია, რომელიც ელექტროსისტემების პროექტირებას აკეთებს და საქართველოში ოპერირებს უკვე 27 წელია. დღეს ჩვენს შეკითხვებს პასუხს გასცემს კომპანია ინსტას პროექტების განხორციელების ხელმძღვანელი ბატონი ირაკლი. ირაკლი, მოდი გითხარით ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები ელექტროობის დაგეგმისას. ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები ელექტროობის დაგეგმისას, ანუ საწყის ეტაპზე პროექტის მიმდინარეობის დროს არის დამკვეთთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილებები, არასწორი ანგარიშები, ტექნიკურად გაუმართავი პროექტის მომზადება და ასე შემდეგ, რაც შემდგომში იწვევს ზოგადად პროექტში ცვლილების შეტანას, გადაკეთებას და ხარჯების გაზრდას და დისკომფორტი არის უკვე საბოლოო მომხმარებლისთვის. რატო არის მნიშვნელოვანი ელექტროობის სწორად დაგეგმარება? ელექტროობის სწორად დაგეგმარება იწყება ზოგადად პროექტის საფუძველის ჩაყრიდანვე და მოიცავს ეს ყველაფერს თვითონ დატვირთვების ანგარიშს, კაბელის კვეთების განსაზღვრას, ელექტროწერტილების ადგილმდებარეობას და შერჩევას, ჯგუფების დაყოფას, ავტომატურ ამომრთველებს და ასე შემდეგ განათების დიზაინსაც და ინტეგრაციას ინტერიერის დიზაინში, რაც შემდეგ მოგვაძლევს სრულყოფილ ეფექტს და უშუალოდ ინტერიერის დიზაინის მაქსიმალურად დეტალების წარმოსაჩენად და იმ კონტურების ხაზის გასმას, რაც ინტერიერის დიზაინერს აქვს ჩაფიქრებული და დამკვეთი სურვილი არის. რა ეტაპზე უნდა ჩაერთოს ელექტროინჟინერი, როცა ინტერიერის დიზაინის გეგმას ვამზადებთ? როდესაც ინტერიერის დიზაინის კონცეფცია დგება და მუშავდება, მაგ ეტაპზე უკვე ელექტროინჟინერი ერთვება, დებს გადაწყვეტილებებს, რეკომენდაციებს უწევს დიზაინერს, თუ რა არის საჭირო, სად შეიძლება განთავსდეს ელექტროწერტილები და ასე შემდეგ ელექტროკარადა, რაც მნიშვნელოვანია, რომ იყოს მომსახურებების მასტივი, თვალისთვის ალბათ უხილავი, მაინც სტუმრებისთვის და ასე შემდეგ უცხო ადამიანებისთვის რომ უხილავი იყოს და პირველ რიგში უსაფრთხო ადგილი მდებარეობა რომ იყოს გათვალისწინებული. პრაქტიკულად საწყის ეტაპებზე ერთვება ელექტროინჟინერი და დიზაინერთან ერთად ერთობლივად ქმნიან პროდუქტს, რაც შემდეგ საბოლოო სახეს იღებს მონტაჟის დროს. მე თამავიწყე. როგორი პრაქტიკული რჩევა შეგიძლიათ მოგცეთ სანათების ზონირებასთან დაკავშირებით? სანათების ზონირება მნიშვნელოვანი საკითხია ზოგადად საცხოვრებელ სახლებში და საზოგადო სივრცეებში. სანათები ისე უნდა განაწილდეს, რომ მაქსიმალურად იყოს წარმოჩენილი დიზაინერული ეფექტები და თავისთავად კომფორტიც მაქსიმალურად უნდა მივაღწევთ. ამისთვის დიზაინერებთან ერთად მუშაობენ ელექტროინჟინერები, რათა იყოს დაცული უსაფრთხოების ნორმები და საჭირო განათებულება მივიღოთ დანიშნულების მიხედვით სივრცეებში. მაგალითად, სადაც მოსასვენებელი სივრცეები არის, მისაღები ოთახები და ასე შემდეგ, გამოიყენება თბილი ნათების განათება დაუშვათ 2700-3000 კელვინი, რაც დასვენებისთვის კარგი არის. სამუშაო კაბინეტებში, სადაც ადამიანმა უნდა იმუშაოს, სამუშაო მაგიდაზე უნდა იყოს 500 ლუქსი, რათა კომფორტული იყოს მუშაობის პროცესი. ზოგადად სულ წერტილებში ნესტიან გარემოში გამოიყენება IP დაცვის სანათები, მინიმუმ IP44-ის დაცვით და ადგილმდებარეობიდან გამომდინარე შესაბამისად დაცვაც იზრდება. იცი მაინტერესებს, რა განსხვავება, როდესაც საცხოვრებელი ბინის ელექტროობას გვეგმავთ და როდესაც რაღაცა საერთო საჯარო სივრცის ელექტროობას გვეგმავთ, რას ვითვალისწინებთ ამ დროს? ზოგადად უსაფრთხოების ნორმები არის როგორც სახლში, ისე საერთო მოხმარების სივრცეებშიც უნდა იყოს უსაფრთხოების ნორმები დაცული, დანიშნულება არის პირველ რიგში მნიშვნელოვანი და უშუალოდ საოფისე ფართია არის, მაღაზია არის, თუ რაიმე სასტუმროს დანიშნულების შენობა არის, ეს არის გასათვალისწინებელი პირველ რიგში, შემდეგ სამუშაო სივრცეებზე ისე უნდა განაწილდეს განათება, რომ ეს რაც ადრე ვახსენეთ, ჩვენ 500 ლუქსი მაქსიმალურად იყოს დაცული და იქ მომუშავე ადამიანებისთვის კომფორტული გარემო იყოს შექმნილი სამუშაო სივრცეში, ელექტროწერტილები ხელმისაწვდომი უნდა იყოს იქ მომუშავე ადამიანებისთვის და კომფორტზე მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს ელექტროობა და დიზაინის ნაწილის განათების მხრივ. უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რა ძირითადი სტანდარტებია და რა უნდა გავითვალისწინოთ? უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უნდა გავითვალისწინოთ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი სტანდარტები, რის მიხედვითაც ექსპლუატაცია შენობის გაშვებას უზრუნველყოფთ. გათვალისწინებული უნდა იყოს შენობებში სახანძრო სიგნალიზაციის სისტემა, საევაკუაციო გახმოვანების სისტემა, ვიდეომეთვალყურეობა, მეხამრიდი დამიწების სისტემა აუცილებლად გასათვალისწინებელია და ასე შემდეგ ელექტროობის ნაწილშიც თავისი დაცვები უნდა გავითვალისწინოთ, როცა პროექტირებას ვახორციელებთ. მაშინ რადგან უსაფრთხოებაზე საუბრობთ, რა მნიშვნელობა აქვს დამიწებას და როგორ უნდა შევამოწმოთ რეალურად გამართულად მუშაობს თუ არა?
დამიწება უნიშნელოვანესი ფაქტორი არის შენობების სწორი ექსპლუატაციისთვის და ადამიანის უსაფრთხოების დასაცავად. დამიწების სწორი გამართული მოწყობა უზრუნველყოფს ელექტროდანადგარების სწორ მუშაობას, ყველა ელექტროდანადგარი ზოგადად უნდა იყოს მიერთებული დამიწების სისტემასთან და ადამიანის უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. ზოგადად ახლა ძირითადად სახლის პირობებში გამოიყენება 3.1/2-ზე, 3.2/2-ზე კაბელები, რომელსაც მესამე წვერი არის უშუალოდ დამიწებისთვის გამოყოფილი და ყველა მეტალის კონსტრუქციები, დანადგარები, ელექტრომოწყობილობები აუცილებლად მიერთებული უნდა იყოს დამიწების ქსელზე. ირაკლი, როგორ დავგეგმოთ განათება, რომ სივრცე იყოს ენერგოეფექტური? დღეს უკვე თანამედროვე ტენდენციები ისე არის, რომ ძირითადად განათებაში გამოიყენება LED განათებები, რაც უკვე ენერგოეფექტური არის. აქ მნიშვნელოვანია განათების სწორად შერჩევა, განაწილება, რომ შესაბამისი განათებულება მივიღოთ, არ უნდა იყოს ძალიან სიკაშკაშე სივრცეში და არც ისე არ უნდა იყოს, რომ ჭრილები გაიკეთოს განათებამ. ძირითადად არის სწორად განაწილება, განათების, სანათების სიმძლავრეები უნდა შეირჩეს სწორად და ვიღებთ იდეალურ განათებას, თავისთავად ელექტროენერგოეფექტურობას გათვალისწინებული არის ამ ყველაფერში. მზის სისტემები ზოგადად შენობას ხდის ენერგოეფექტურს, რადგან ამცირებს ელექტროენერგიის გამომუშავებას და ძირითადად ხდება მზის ელემენტებზე სწორად ანგარიში, იწვევს ენერგოდამოუკიდებლობასაც საბოლოო ჯამში უკვე შენობების. როგორ დავიცვათ თავი მოკლე ჩართვისგან? მოკლე ჩართვისგან თავის დასაცავად ბევრი ტექნიკური დეტალი არის გათვალისწინებელი, რაზეც ჩვენი უფროსი სამუშაო მწარმოებელი გიორგი გვიპასუხებს ტექნიკურ დეტალებს. გთხოვთ ბატონო გიორგი, მიკროფონს დაგიმაგრებთ. მოგესალმებით მეგობრებო. გიორგი მოკლე ჩართვისგან თავის დასაცავად და ზოგადად უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით. ჩვენთან უამრავი საშუალება არსებობს, რაც მოწყობილობებს და ადამიანებს იცავს მოკლე ჩერთვის შემთხვევაში რო არ მოხდეს სავალალო შემთხვევები, ამისთვის ძირითადად ვიყენებთ მოკლე ჩერთვის ავტომატურ ჩამრთვლებს, რომელიც ძირითადად იცავს კაბელს. შესაბამისად, შერჩეული უნდა იქნას კაბელის კვეთი, ესე იგი ყველა მოკლე ჩერთვის ავტომატი რახან იცავს კაბელს, შესაბამისად მისი ამპერაჟიდან გამომდინარე მოკლე კაბელის კვეთი უნდა იქნას შერჩეული ზუსტად. სხვა შემთხვევაში ვერ დაიცავს და თავის საქმეს ვერ შეასრულებს. რაც ხშირ შემთხვევაში დაცულია ჩვენი ფირმის შემთხვევაში პრემიუმ ხარისხის მოკლე ჩერთვის ავტომატები გვაქვს უყოლა რაც არის, რაც კაბელსაც იცავს, ადამიანსაც იცავს და ასე შემდეგ. ანუ რეალურად სწორად უნდა იყოს ყველაფერი კაბელები გაყვანილი, რომ ეს შემდეგ საპროექტო უნდა ელექტროინჟინერებმა სწორად უნდა დააგეგმონ ეს კაბელის გაყვანება, რომ კვეთი შესაბამისი იყოს ავტომატური ამომრჩევლის, რაც შემდეგმა ექსპლუატაციის დროს უკვე უსაფრთხოების გარანტია არის. ფაქტურად ჩვენი მოწყობილებები ყველაფერი რაც კი არის დაწყებული გამტარიდან, დამთავრებული მოკლე ჩერთვის ავტომატებით, ფურნიტურით, წეხან საუბარი იყო აი იუნგის ფურნიტურა, რაც ვნახეთ ჩვენ. თავისი ხარისხით და მოწყობილობების შემადგენლობით სოფლის სამეულშია შესული. იქიდან გამომდინარე, რომ პლასტმასის დეტალები არ არსებობს. თვითონ მასალა არის კერამოპლასტი, რომელიც არ იწვის და არ არის შეღებილი. ყველა ფერი და პიგმენტი დატანილია ტექნოლოგიურად ისე, რომ აი რო გადაფრთხილოთ, ბოლომდე არის იგივე ფერი. და ძირითადად მახასიათებელი მაინც ის არის, რომ უსაფრთხოა არის PVC მასალისგან დამზადებული, რომელიც არ ალდება არასდროს. და მომხმარებლისთვის ძალიან უსაფრთხოა. რაც შეეხება იუნგის ფურნიტურას. წეხან ჩვენ მიხილავდით CD მოდელს, არის უამრავი სხვადასხვა მოდელები და შემადგენლობა და დამზადების ხარისხი თითქმის ერთი და იგივეა. ანუ აქვს განსხვავება დაუშვათ ბინაში კენდება თუ დაუშვათ საჯარო სივრცეში სხვადასხვა არა, თვითონ ხარისხი განსხვავება არ არის არანაირი, რაც შეეხება იუნგის პრემიუმ ხარისხს გვაქვს ეკონომ პაკეტების, მაგრამ ისინი უკვე განსხვავდება. მაგრამ თვითონ მოდელს ჩვენ ოფისში ვხმარობთ თუ საცხოვრებელ სახლში, მანდ განსხვავება არ არის. მხოლოდ დიზაინი. ძირითადად განსხვავებას წარმოადგენს უკვე სივრცეების ათავსება და უშუალოდ იგივე სულ წერტილებში და ნესტიან გარემოში, როგორც სანათებზე აღვნიშნეთ, უნდა იყოს სპეციალური IP დასვის როზეტები, რომელიც წყლისგან და ნესტის შეღწევისგან არის დაცული. ეს არის 16 გიგა ცეცხლგამძლე კაბელი, რომელიც გამოიყენება ძირითადად სახანძრო უსაფრთხოების სისტემებისთვის, შედგება ან სტაფილოსფერის სპეციალურად
მინიშნება რომ იყოს ამ უსაფრთხოების სისტემებისთვის, ეს არის კონკრეტულად კაბელი არის 3.1/9-ზე კაბელი, რაც ძირითადად გამოიყენება ავარიული განათებისთვის და შესაძლებელია რომ დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში უწვად რეჟიმში იყოს ტემპერატურის ქვეშ. კიდე რა ფერი? საათნახევარი. ეს არის უკვე ჩვეულებრივი გამოყენების კაბელი, ესე მე ცოტა ისეთი არის. რთულია. ანუ მე ნამდვილად არ მეყოფა ცოტა მაგისწავლა. დიდი არის. მიწიცი, იგი. ეს კაბელი არის ჰალოგენისგან თავისუფალი კაბელი, რაც ნიშნავს იმას, რომ წვის დროს არ გამოყოფს ხუთთავაირებს, ზოგადად საერთაშორისო სტუმროს პროექტებს ან ოფისებს როცა ვაკეთებთ, მოთხოვნა არის პირდაპირ 100 ადამიანის უსაფრთხოების დროს, როცა ხანძარი გაჩნდეს ხანძრის შემთხვევაში, როცა დესაც კაბელებს ცეცხლი უკიდიან, ხუთთავაირი არ გამოყოს და ადამიანების უსაფრთხოება იყოს შენარჩუნებული. ვიცი ამით ევაკუაციის აი აქ სხვადასხვა ფერები როა ეს სხვადასხვა ფერები, მნიშვნელობა რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს. ეს არის საერთაშორისო სტანდარტი, ეს სპილენძის და ალუმინის კაბელის შემთხვევაშიც, ანუ საერთაშორისო არის თემსოფლიოში. აი აქ სამი ფერი არის, ძირითადად სამწვერა კაბელებში, როგორც ადრე აღვნიშნეთ, ან დამიწების კაბელი, რომ ყოველთვის უნდა კონდეს ყველა ელექტრომოწყობილობას. ყვითელმწვანე წვერი არის, რომელიც გამოიყენება დამიწებისთვის, ლურჯი კაბელი არის ნეიტრალისთვის და ამ შემთხვევაში სამწვერა კაბელის შემთხვევაში ყავისფერი კაბელი არის ფაზისთვის. ჭკვიან სახთან დაკავშირებით რა იმე სპეციფიური დაგეგმარება ან სპეციფიური დეტალები ხო არ ჭირდება რომ დიზაინერმა გაითვალისწინოს. დიახ, ჭკვიანი სახლი გვაძლევს საშუალებას ჩვენი სახლი ან ოფისი ან შენობა ზოგადად მართოთ დისტანციურად, კომფორტულად და მაქსიმალურად კომფორტული გარემო შევქმნათ. ჭკვიანი სახლი გვაძლევს უსაფრთხოების გარანტიასაც, ანუ ერთიანდება მრავალი სისტემა უსაფრთხოების, გათხოვება გაგრილების, განათების მართვის სისტემა, რის მეშვეობითაც შეგვიძლია მარტივად ტელეფონის საშუალებით, პლანშეტის საშუალებით, ან უბრალოდ ჭკვიანი ღილაკებით მართოთ განათება ტემპერატურა ერთი მოწყობილობიდან. შეგვიძლია განვახორციელოთ დიმირება განათების, RGB განათების შემთხვევაში ფერების ცვლილება და ასე შემდეგ, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს. და დიზაინერმა რა უნდა გაითვალისწინოს თუ არ არის რამე განსაკუთრებული? დიზაინერმა ზოგადად უბრალოდ დიზაინის ნაწილში ეს ძირითადი რაღაც კომპონენტები არ არის გასათვალისწინებელი, აქ უფრო არის დამკვეთის მოთხოვნები გასათვალისწინებელი, თუ რა მოთხოვნები აქვს და რა შედეგის მიღწევა სურს. რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა რემონტის დაწყებისას? აი, ელექტროობაზე მიდგება, ასე ვთქვათ, სამუშაო პროცესი. რემონტის დაწყებისას მნიშვნელოვანია გქონდეს მომზადებული პროექტი, რომელიც შეთანხმებული არის როგორც დიზაინერებთან, ასევე დამკვეთთან, ასევე ყურადღება არის გასამახვილებელი მასალებზე, თუ რას გამოვიყენებთ, რა ხარისხის და კაბელებს გამოვიყენებთ და ასე შემდეგ. ძირითადად რემონტის დასრულების და მიმდინარეობის დროსაც დაცული უნდა იყოს თუნდაც კაბელების ტარების მარშრუტი, ანუ ძირითადად სახლის პირობებში, როცა ჰორიზონტალურად ხდება კაბელების მონტაჟი, აქ უნდა იყოს, ანუ ჭერიდან 15-20 სანტიმეტრში კაბელის ტრასა გათვალისწინებული, იატაკიდან 25-30 სანტიმეტრში და როცა ელექტროწერტილი გვაქვს ჩამრთველი ან როზეტი, იქ ვერტიკალურად უკვე ვიცით, რომ რეალურად კაბელი გადის, უნდა ეშვებოდეს ვერტიკალურად და შემდეგ რემონტის დასრულების დროს უკვე ვიცით, სად არის უსაფრთხო ზონები და სად შეიძლება რომ კაბელი არ იყოს კედელში. რაღაცა შემდგომში დამატება ინტერიერის დიზაინში ნახატის ან ასე შემდეგ კედელში, როცა გვინდა დამაგრება ეს დეტალები გათვალისწინებული უნდა იყოს რემონტის დროს. ამასაც ვიკითხავ. ჩვენს ერთ-ერთ პროექტში, ანუ ესეთი შეკითხვა მაქვს, თუ გინდა არ ჩასვა საერთოდ. ანუ იატაკიდან უნდა დავიწყოთ ამ იმის კაბელები თუ ჭერიდან, ან რიგელზე როგორ შეიძლება რომ გაიაროს. რაღაცა კონკრეტული მითითება ესე არ აქვს, იატაკიდან უნდა დაკაბელდეს თუ ჭერიდან. უბრალოდ უნდა იყოს ეს ნორმები დაცული, რაზეც საუბრობდით, რომ შემდგომ უნდა ვიცოდეთ სად გადის კაბელი, როცა რემონტი დასრულდება, იმიტომ რომ ეს კაბელები თვალით უხილავი არის. ასევე გიფსოფილის შემთხვევაში, როცა არის კედელში მყვება კაბელები, იქ არის რკინის კონსტრუქციები, პროფილები ეგრეთ წოდებული, რასაც იყენებენ ამ გიფსოფილის მოსაწყობად და მაგ აუცილებლად უნდა იყოს გოფრირებული მიდილებში გატარებული ეს კაბელები, რადგან დაცული იყოს ამ რკინასთან და მეტალთან შეხების დროს დაზიანებისგან. აი, რამდენად რეკომენდირებულია რიგელის, ასე ვთქვათ, რიგელის რაღაცა გახრედა და ისე გატარება, იმიტომ რომ რიგელის გახრედა და გატარება. ამაზე ატყდა ამბავი. ამაზე ატყდა ამბავი. რიგელის გახრედა და გატარება ძირითადად უფრო კონსტრუქციული ნაწილია, თუ კონსტრუქტორი გვაძლევს საშუალებას რომ გაიხროს რიგელი და დიზაინში ეს უფრო მისაღებია, მაშინ დასაშვებია, რა თქმა უნდა, რიგელში რომ გატარდეს კაბელი. თავარი არის შენობის უსაფრთხოება, ამ შემთხვევაში უბრალოდ კონსტრუქტორი იღებს გადაწყვეტილებას. მაგრამ იმასაც დავამატებ, რომ რამ დონემდე მნიშვნელოვანია ინჟინერია. ანუ ინჟინერული ნახაზის შემდეგ ყველაფერი გექნება აწყობილი, ანუ ელექტროგაყვანილობა გექნება ყოველთვის შენ.
ინჟინერული ნახაზი, გათვლები, წინასწარ შემდგომ უკვე ანუ როდესაც შენობას ჩავაბარებთ, რეალურად დამკვეთის მნიშვნელოვანია, სად რა არის, იცოდეს ზუსტად რომელ კაბელზე, რომელ ავტომატურ ამორთვალზე დაუშვათ რა არის, რომ შემდეგ მომსახურებობის დროს თუ რაღაცის დამატება არ შეცვლა ჭირდება, სწორი ნახაზი კონდეს და უსაფრთხო იყოს იმ არსებულ უკვე გაყვანილობაზე მუშაობა, იგივე რაც ადრე ვახსენეთ მოკლე შერთვის დენების ანგარიში, დიფერენციალური გაჟონვის რელეები, ამათი გათვალისწინებები მნიშვნელოვანი არის რემონტის დროს და დასრულების შემდეგ უკვე სწორი ექსპლუატაციისთვის. ზუსტად. ჩვენი. როგორ უნდა ვთქვა? ხო, და ესე გაიცინეთ რაღაცა. ცოტა. არ მოდი ასე. აი, შეგვიძლია შევამოწმოთ ხარისხიანად არის თუ არა შემსრულებლის მიერ სამუშაო შესრულებული? ეს ცოტა რთული სათქმელი არის ზოგადად ხარისხიანი ადამიანი, რომელიც ამას ამოწმებს, რეალურად რაღაც ინჟინერული გამოცდილებაც უნდა ქონდეს, ცოდნაც უნდა ქონდეს, უნდა იცოდეს ეს სტანდარტები, რის მიხედვით არის გაყვანილობა. დღეს სამწუხაროდ საქართველოში ამის ესე ოფიციალურ რაღაც რეგულაციები არ არსებობს, ვინც ელექტროობას აკეთებს, ანუ მრავალი პროფესიები აქვს მორგებული, მაგრამ ეხლა ჩვენს ობიექტებზე კერძო სახლი იქნება სასტუმრო თუ დიდი რაღაც ქარხანა, ჩვენ გვყავს ხარისხის კონტროლის სამსახური, რომელიც ყოველ ობიექტზე, როგორც მიმდინარეობის დროს ამოწმებს ამ სამუშაოებს, ვადგენთ ფარული სამუშაოების ოფს, რომელიც უკვე დამკვეთს გადაეცემა და დასრულების შემდეგაც, რა თქმა უნდა, ეს იგივე რაზეც ვისაუბრეთ დამიწების სისტემაზე, გაჟონის რელეებზე, მაგის ფუნქციონირებასაც ვაკეთებთ ჩვენი ტესტერებით და ჩვენი ძალებით ხარისხის კონტროლის მეშვეობით. პირველ რიგში ჩვენი უსაფრთხოებისთვის და ხარისხიანი საქმის შესრულებისთვის. რა მხოლოდ მნიშვნელობა აქვს, რომ პროფესიონალმა გააკეთოს საქმე და არა ძალიან დიდი, აი უბრალოდ ექიმმა ელექტროობა. ნუ კიდევ ერთხელ გავიმაროთ, ინჟინერია. ჩვენ დიზაინერები ვართ, დიზაინერები. როგორ ვითარდება ელექტროობის სფერო და რა ახალი ტენდენციები არის? ელექტროობის სფერო ზოგადად თანამედროვე ტექნოლოგიები ყოველდღურად რაღაც სიახლე არის, ძირითადად ეს განახლებები ხდება ჭკვიანი სახლის სისტემებში, ზოგადად ანუ იგივე სოლარ პანელებზე, რაზეც ვისაუბრე. ჭკვიანი სახლის კუთხით გათბობა, გაგრილება, განათების მართვის სისტემები ყოველდღიური რაღაც სიახლეებია და ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად აუწყოთ ფეხი ამ სიახლეებს და ერთ-ერთი პირველი ვიყოთ ამ ტექნოლოგიების საქართველოში დანერგვაზე. 27 წელია. 27 წელია და მოწინავეები ვართ, ბევრი ტექნოლოგია, ბევრი ბრენდი, საერთაშორისო ბრენდი შემოგვიყვანია საქართველოში, რომელსაც დღემდე ერთგული მომხმარებლები ვართ. და ირაკლი, აი ეს არის ჩვენი ესე რომ ვთქვათ, ყველაზე საყვარელი შეკითხვა. რას ურჩევთ მომავალ დიზაინერებს? მომავალ დიზაინერებს პირველ რიგში ურჩევ, რომ დეტალების მიმართ რაღაც ყურადღება გაამახვილოს და ეს ინჟინერებთან ერთად მუშაობა არის საბოლოოდ იმის მიღწევის შედეგი, რომ დამკვეთი იყოს კმაყოფილი და ერთობლივად შევქმნათ რაღაც იდეალური პროექტი, რომელიც დამკვეთისთვის იქნება მისაღები. შვენიერი. So. აი, იყო ძალიან კაი გამოვა.